მოგესალმებით, როგორ ხართ? დიდი მადლობა ნდობისთვის, არხის გამომწერებს, არხის სტუმრებს. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. პირად კონსულტაციებზე იცით რომ უნდა მომმართოთ. ვისაც სურვილი გაქვთ მესენჯერში ალების ტარო და ანგარიშის ნომერიც მითითებულია არხის აღწერაში. ამავდროულად ძალიან დიდი მადლობა უკავშირისთვის იმ ადამიანებს, ვინც არიზარებთ და ალაიქებთ, აკომენტარებთ და სხვადასხვა ფორმით გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას, განსაკუთრებული მადლობა რა თქმა უნდა თქვენ. და მოდით დღეს ვნახოთ რა ხდება თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში. მოდით იყოს ორ ვარიანტზე. და ვნახოთ, ხო, ვარდისფერი კვარცი და მალაქიტი. მალაქიტი რა იყო და ციტრინი ბოდიში. პირველი, მეორე და დავიწყოთ. პირველი ვარიანტის შემთხვევაში. რა ხდება თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის სახლში, გარემოში, გონებაში, ქვეცნობიერში, გულში, თქვენთან დაკავშირებით და უახლოესი ენერგიები რა იქნება თქვენთან მიმართებაში. ვნახოთ აბა პირველი არკანი, რა ხდება თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის სახლში. სხვაჩერის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის სახლში საკმაოდ კარგი სიტუაცია, ემოციური თვალსაზრისით, საკმაოდ ისეთ შეხმატკბილებული, ჰარმონიული ამბები, სადაც ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის არის. აბა ვნახოთ კიდევ, მოდით მეორე დასტით კიდევ, აბა რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის სახლში. ვიღაცა ძალიან ნიშნის მოგებით იხედება მისი სახლიდან, რომ აი მე ხომ გავიმარჯვე, დაახლოებით ეს მომენტია მეგობრებო. მე ხომ ჩემს მიზანს მივახციე. კიდევ რა ხდება ამ ადამიანის განდეგილი. ანუ რა გამოდის, რომ ერთი შეხედვით გარეგნულად თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ რეალურად ეს ადამიანი განდეგილის სიტუაციაშია და არც მეტი, არც ნაკლები მთვარე. აი რას ნიშნავს ძალიან რომ ჩაეციები, ხო? ფასადური შეხმატკბილებული სიტუაცია. კარგით, ეს დავტოვოთ აქ, ეს დანარჩენი არკანები ავიღოთ და ვნახოთ მის გარემოში რა ხდება. მის გარემოში ხუთიანი ხმლები, საკმაოდ კონფლიქტური ენერგიებია, საკმაოდ გარკვეული აგრესიული მომენტებით შესაძლოა მრავლად იყოს და ყოველ შემთხვევაში არასასურველი გარემოებების ცენტრშია ეს ადამიანი. რას უკავშირდება აბა მანახე ეს არასასურველი გარემოებები, რას უკავშირდება ეს მეთქაცრუებები? ანუ რაღაც უნდა გაემარჯვა, წესით მიზანთან ახლოს იყო ეს ადამიანი, მაგრამ რა მოხდა? პენტაკლების დედოფალი და რა მოხდა? არჩევანის წინაშე დააყენა. რასთან დაკავშირებით აბა მანახე რასთან დაკავშირებით? ხო, რაინდი, თასების ეს რა გადამიხტა აბა ვნახოთ. ხომ ზემოქმედება იყო? ჭექაქუხილი და ჩამოინგზად და ჩამოინგრა ყველაფერი. სამართლიანობის არკანით, ოღონდ სუბიექტური სამართლიანობის არკანით და
ხო, აქ ესეთი პაზლია მეგობრებო, რომ რასაც მე ახლა აქ ვუყურებ და ვხედავ, საკმაოდ ჩახლართულ კუჭუჭებული ამბებია. ხო, აქ ცოტა ისეთი იმპერატორი ყავს რა, საკუთარ ფესვებს რომ მოგლიჭეს და საკუთარ რეალობას და ადამიანი პრაქტიკულად აყვავების ხანაში რომ უნდა ყოფილიყო და ყველაფერი აბსოლუტურად სხვანაირად ქონოდა გარკვეული ზემოქმედებებით რატო მაინც მაინტერესებს უნდა ჩავეძიო ერთი ეს არკანები ავიღო მეორე ტასტიც ვნახო მანახე აბა მანახე რას უკავშირდება ეს გავიგეთ რომ ქალია და პენტაკლების მეფეა გარეული ამ სიტუაციაში მაგრამ მანახე ერთი დალაგებულად რატო რას უკავშირდებოდა რაღაცა ახალი ამბავი უნდა დაეწყო რაღაც ახალი პროექტი ახალი სიტუაცია და სავარაუდოდ აქ მოხდა ზუსტად ანუ ჩუმად აპირებდა ეს ადამიანი რაღაცის გაკეთებას კი აქ შეიძლება ვიღაცისთვის რაღაცის ყიდვასაც რაღაცის ჩუქებასაც ფიქრობდა და გაუგეს და აქ ცოტა სხვანაირად დაუტრიალეს სიტუაცია კი ბატონო პენტაკლების მეფე ეს ახალი დასაწყისი მოკლედ რაღაც საქმის ვერ შედგა კარგით ახლა ვნახოთ მის გონებაში რა ამბავია ხო მის გონებაში მეგობრებო ზომიერების არკანით რა შემელია გითხრათ აბსოლუტურად ყველაფერი სტაგნაციაში რომ არის გადმოსული აქაური ეს ამ არკანის ამ დასტის არკანი ცოტა სხვანაირი ზომიერება ანუ ეს არ არის თლად ჰარმონია და ეს არ არის თლად ოქროს შუალედი ეს არის მართლა ზომიერება თავს რომ დაამუხრუჭებ რაღაც სიტუაციაში და რას უკავშირდება ну ხმლების დედოფალი რატო რა ხდება რა გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ ხმლების დედოფალი მის გონებაში და კვერთხების დედოფალი რომელთანაც ეს ურთიერთობები აქვს იქეთ რა ხდება იქეთ დაკიდებული კი არა მაპატიეთ ხო ზომიერება ნახეთ რა თვითონ ხო ამოვიდა გონებაში ზომიერება და მეორე დასტიდანაც ზომიერების არკანი დაჭდა ხმლების დედოფალზე აქეთ კიდე რა ხდება ხმლების თასების დედოფალი აქ სამკუთხედია მეგობრებო და მის გონებაში ეს ამბები ბზრიალებს და ტრიალებს კაი გულში რა ხდება ქოცნობიერში ეს მანახე არც მეტი არც ნაკლები არჩევანი კაი ქოცნობიერში არჩევანი და ალიაქოთი აქვს აღარ გავყვები ამას ძალიან ესე იგი სახლში გარემოში გონებაში ქოცნობიერში თქვენთან დაკავშირებით რა ხდება თქვენთან დაკავშირებით რამის საპირებს რას ნიშნავს ეს აბა მანახე დამიზუსტა ეს რას ნიშნავს საპირებს კი ბატონო აპირებს და თან ძალიან ეჩქარება ოცნებობს ერთიდროულად მოვიდეს და ახალი შანსი მიიღოს თქვენგან მეგობრებო და სხვა შორის მზად არის რომ ნებისმიერ თავის ჩადენილ ქმედებაზე აგოს პასუხი და ყველაფერი დაიწყოს საერთოდ თავიდან კი ბატონო კარგით ანუ სახლში რა ხდება გარემოში რა ხდება მის გარემოში მის გონებაში მის ქვეცნობიერში თქვენთან დაკავშირებით და უახლოესი ენერგიები თქვენთან მიმართებაში და დავამატებ პირადი ცხოვრების არკანსაც ხო უახლოესი ენერგიები თქვენთან მიმართებაში ხმლიანი რა იყო და კვერთხების რვიანი ხო რაღაცა ჩიხები აქვს რაღაცა ამუხრუჭებს რატო რა გამუხრუჭებს აბა მანახე და სანთელიც როგორ აცეკოდა
ჩვენი აბა რას უკავშირდება ეს მუხრუჭი და რატო იკავებ თავს? ნუ ახლა ისი ენერგიები, ყველაფრის განულება უნდა. ყველაფრის ხელახლა დაწყება უნდა, აი ამ სიტუაციის გამოცდილებად მიღება უნდა, რომ ისწავლოს რაღაცები, რომ იგივე შეცდომები აღარ დაუშვას და წეღანაც მქონდა იქ ბედის ბორბალი მეორე დასტით და ამ დასტიტანაც ბედის ბორბალი, ანუ ეს ჩანს ცელოდება კიდე თქვენთან მიმართებაში გოგოებო. ეს თქვენთან დაბიჭებო. კი, ეს გეგმავს ბედნიერ ცხოვრებას თქვენთან. და მოდი მანახე მისი ინტიმური ცხოვრება დღეს. რა ხდება? აი ნუ ამაზე მეტი უბედურება რა შეიძლება მოხდეს მეგობრებო. სიკვდილი. აბსოლუტური ტრანსფორმაცია, კი ბატონო, თითქოს ერთმანეთთან არის ჩახვეული, მაგრამ შუაში მთვარეა, ხო? ხედავთ თქვენთან სავსე ისეთი გემრიელი მთვარე და არც ერთი თევზი ცოცხალი ენერგიებით არ არის თქვენ არ ვიცი ახლა ეკრანზე როგორ აღიქვამთ ამას, მაგრამ თევზები არიან ჰაერში, არა წყალში. ანუ სიცოცხლის უნარიალობა პრაქტიკულად რომ დაკარგული აქვთ. კიდე ვნახოთ აბა. მანახე აბა ახლა კიდევ ერთი ამ დასტიდან და მეორე დასტიდანაც დავამატო. რა ხდება ამ ადამიანის პირად ცხოვრებაში? რა ვეღარ ამოვიდა. სამართლიანობა. და მესამე დასტითაც უნდა ვნახო აბა. რა ხდება ამ ადამიანის პირად ცხოვრებაში? კოშკის არკანი, არაფერი არ ხდება მის ინტიმურ სფეროში ახლა. კარგით, ჩემო კარგო ადამიანებო, პირველ ვარიანტს მადლობა. ნუ ჩვენი შეკითხვები რაც იყო, ჩვენი გაშლის თემა კი ამოვწურეთ. დანარჩენი თუ რამე გაინტერესებთ, კომენტარებს დამიწერთ და იმის მიხედვით იცით რომ არ დაგზარდებით, როცა დრო მექნება. ეხლა დასტებს დავუბრუნოთ თავისი არკანები, მადლობა პირველ ვარიანტს და მოგესალმებით მეორე ვარიანტს. და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. დავჭეხოთ კარგად დასტა. მეორე ვარიანტი მანახეთ. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის სახლში, რა ხდება მის გარემოში, რა ხდება მის გონებაში, რა ხდება მის გულში, რა ხდება თქვენთან დაკავშირებით, თქვენთან დაკავშირებული უახლოესი ენერგიები და რა ხდება მის ინტიმურ სფეროში. და დავიწყეთ. რა ხდება მის სახლში, ხო? მის სახლში ქალბატონი აღმატებულება, მისი ოფიციალური მეუღლე, ან საჯაროა გაშლა და ნუ სრული სისავსე და სტაბილურობა ფინანსური კუთხით. საკმაოდ ისეთი მყარი, კარგი საყოფა ცხოვრებო სიტუაცია და ენერგიები. აბა ვნახოთ, კაი, მოდი მაინც ვიკითხოთ, მე ხო თქვენი ცნობის მოყარეობის ამბავი ვიცი ეს მეუღლეა ქალიან მამაკაცია, ვთქვათ, მამაკაცების მიყურებთ ვიცი თუ კი? კი, ჩემო კარგო ადამიანებო და გაჩვენებთ ახლავე არკანებს. კი ბატონო. ეს არის ქალი. ანუ ნუ ოფიციალური მეუღლე არ აქვს მნიშვნელობა და გეტყვით რატო აგერ ამოვიდა პენტაკლების დედოფალთან ერთად იმპერატრიცა და ამოვიდა კვერთხების დედოფალი აი ამ თანწყობით და პენტაკლების მეფეც აქვე ყავს და აქვე გვაქვს სამართლიანობაც. აქ სახლში გასაგებია რომ სტაბილური ქალი ყავს, მაგრამ თან გვაჩვენა გვერდითი მალული ამბებიც, ხო, კულისების ამბებიც, კაი. აქაც ვერ ავწდით, ხო, რაღაცა სამკუთხედის მაგვარს. კაი. ახლა გარემოში რა ხდება? მის გარემოში რა ხდება? მის წინა მაყურებლები მიყურებთ? მეორე არკანი იქაც ზუსტად ეს დაეცა. რას უკავშირდება ეს პრობლემები და იმედგაცრუებები აბა მანახეთ. ხო, თასების დედოფალს.
რომელთანაც რა მოხდა? რომელთანაც დღეს პაუზა გაქვთ, ურთიერთობა არ არის, მაგრამ ჩასაფრებული ხართ, რომ ერთი სული გაქვთ, დრო იხელთოთ, შანსი მიიღოთ მზის არკანით და გამოჩნდეთ მის ცხოვრებაში ისე, კი? აქ არჩევანიც არ აყოვნებს. გასაგებია. ესე იგი, გონებამდე და გულამდე არ მიგვიყვანა, უკვე გვიყვება თავის პირად ამბებს. კაი, მის გონებაში რა ხდება, ეს მაჩვენი აბა. მის გონებაში 10-იანი პენტაკლები, სტაბილურობა, რაღაცა თავისი ოჯახური სიტუაციები ან სამსახურებრივი თემები, ბიზნესი, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ამბავი, ხო? ეს არის გასაკეთებელი, იმას უნდა მივხედო. გონებაში უტრიალებს მხოლოდ ეს სფერო. გულში რა ხდება? მის გულში ხო არჩევანი. გამარჯობა. რა ვქნა? მის ქვეცნობიერში რაღაცები ვერ არის ბოლომდე გადაწყვეტილი და მიღებული. გაი. თქვენთან დაკავშირებით რა ხდება? თქვენთან დაკავშირებით ხდება ის, რომ არის პენტაკლების მეფე, ანუ რას გულისხმობს ეს რა კონტექსტში აბამანახე? იმ კონტექსტში, რომ პენტაკლების მეფე კი ვარ, მაგრამ შენთან მინდა ყველანაირი სითბო, სიყვარული, ურთიერთგაგება, მეგობრობა, საუბარი, სისავსე, ემოციები და შენ ხარ ჩემთვის იმპერატრიცაო. ხო, იქ იმყავსო ქალბატონიო, მაგრამ შენ ხარ ჩემთვის რაც ხარ, აბსოლუტურად ყველაფერი უშენოდ აი ამ მდგომარეობაში ვარო. და შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც აი ამ უბედურებიდან გამომიყვანს და სრულ სისავსეს მომცემსო. რა გითხრათ, მეგობრებო, ანამ ქალების თუ მამაკაცების ტვინში ჩამახედა. ასე გაორმაგებული ცხოვრებით ცხოვრება საკმაოდ რთულია და არ ვიცი, როგორ ახერხებენ, მაგრამ კაი. უახლოესი ენერგიები თქვენთან დაკავშირებით აბამანახე რა არის შანსები, შესაძლებლობები. სამყარო მოგცემთ თქვენ ისე ურთიერთობის აღდგენის შანსს, აუცილებლად მოგცემთ აქ და რა იქნება მანახე? შანს რომ მიიღებთ რა იქნება? ღირს ეს შანსი? კეთილ დღეობას მოგიტანთ მეგობრებო, კი? აბსოლუტურად ახლიდან დაიწყებთ ყველაფერს და ძალიან ბევრ შესაძლებლობას, აღიარებასაც მოგიტანთ ამ ურთიერთობის აღდგენა. ყოველ შემთხვევაში, როგორც იყო, ისე აღარ იქნება. უკეთესად იქნება ყოველ შემთხვევაში თქვენი სიტუაცია. ყველას, კი, აუცილებლად აქ ეს გადაწყვეტილებას იღებს და ბევრად უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდებით თქვენ. კაი. ესენიც ავიღოთ და ახლა ვნახოთ მისი ინტიმური სფერო. რა ხდება მის ინტიმურ სფეროში? ხო, სამართლიანობა. რა ხდება მის ინტიმურ სფეროში? რა უნდა მოხდეს აქ? კაი, მაინც ჩავეკითხოთ, აბა მოდი. ხდება რამე? ოთხიანი კვერთხები და ამ დასტიდან აი რა იქიდან ორი არკანი ამოვიღე, აქიდანაც ამოვიღებ, ხო, კიდე დამატებით, რატო ამეწეწა ეს? აქიდანაც დავამატოთ, აბა. ხო. სამართლიანობის არკანით რა შემიძლია მეგობრებო გითხრათ? ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს გემრიელად რომ შეაჯანჯღარებს სამყარო და აჯანჯღარებს უკვე მაგაში ეჭვი არ შეგეპაროთ. არც ისე
კი ბატონო, ოთხიანი კვერთხები ოჯახის არკანი კია, რომ და თქვათ გამარჯვების და სიხარულის არკანია, აქ ცოტა სხვანაირად არის, ხო? წარმოჩენილი ნახეთ. ბოდიში ხმლები ყოფილა, მე კვერთხებს რატო გადავეკიდე? არა, აქ ხმლები ყოფილა. არა, მეგობრებო, რომელი ინტიმურ ცხოვრებაზეა ლაპარაკი. ადამიანი პირიქით იმას ფიქრობს, როგორ დაიცვას თავი და როგორ გაუწვეს სიტუაციას და იმას იქ ვინც არის, აი ეს ამბავი, აი ასე უტრიალდება უკან. რატო? იმიტომ რომ აქ აღარ გამოსდით ოჯახური, ხო აი ამ ოთხიანი კვერთხები კი ბატონო აქ ყოფილა და იმიტომ დავიწყე. არა. აქ ოჯახური სიტუაცია, აქ არის ექვსიანი თასები ზოგადად არის დახმარების, ასე ვთქვათ, ხელის გაწვრის მომენტი კი ბატონო, მაგრამ აქ ესეც აღარ არის. აქ აი ამ მდგომარეობაშია ეს ურთიერთობა გადასული. აქ არჩევანია იყო რამე ჩარევა, აბა ერთი მანახე. რატო უბრუნდება ეს ბუმერანგი ასე, აბა მაჩვენე. იყო აქ რაიმე ტიპის ჩარევა, ამანახე. არა. თუ იყო. აქ იყო ურთიერთობა სხვა მხარეს. მაგრამ ეს ბუმერანგი ვის და რატო უტრიალდება იქ მაჩვენე და რატო ეს უბედურება და არა, აქ მეგობრებო, გეტყვით, ნახეთ, აქ ვისთანაც ეს მთელი ემოციები და ამბავი უნდა შორს არის, მანძილზეა ამისგან. აქ ცალსახად არ არის ის, რაც ამ ადამიანს სჭირდება. აქ უფრო მეცაც გეტყვით. მიცეთ ერთი ავჭი ხო აბა კიდე არკანები. მანახე აბა კიდე ამისი პირადი ცხოვრება. ხუთიანი თასები, ნუ რა უნდა ვთქვა ახლა. კიდე მაჩვენე. არა, მეგობრებო, აქ არანაირი, არა, აქ არა. უნდა ყოფილიყო იდეაში, ფიქრობდა რომ ანუ ასე ვთქვათ, ვალს მოიხდიდა, მაგრამ საკმაოდ კარგი манипуляტორიც არის. აქ იყო ჩარევა. მოიცათ თვითონ ამ დასტით ვნახოთ აბა ერთი წუთით. ამ დასტით ვნახოთ აბა მეგობრებო, ნახე. ეს ბუმერანგი რატო უტრიალდება? მაჩვენე. ცხრიანი თასები. ოთხიანი კვერთხები ისევ გამეორდა, რაც იქ იყო, იმპერატორი და იდეაში თავისი ვალი ამას ცოლქმრული მოვალეობა უნდა შეესრულებინა, მაგრამ რატო მოხდა ეს გავიგეთ, რომ ეს ამბავშია ისევ მეორდება თავდაცვის მომენტები და ალიაქოთი, მაგრამ რატო და ნახეთ, იქაც ვარსკვლავი ამოვიდა და აქაც ვარსკვლავი ამოვიდა, მეგობრებო. მაგრამ აი ეს მაინტერესებს მე და ცოცხალი თავით არ მეუბნება. ეს მთელი ამბავი ვისაც უბრუნდება უკან, რატო, რის გამო დაიმსახურა? ანუ თავისი არასწორი საქციელის გამო, მაგრამ მანახე აბა ერთი მოიცა ეს დასწავლოთ კიდე. აბა მაჩვენე. Judgment, ნუ არა, აქ ძალიან ისე, ასე ვთქვათ, გეუბნებით, ძალიან ცუდად დაისაჯა და რატო, რა ჩარევა იყო ამნაირი, ნუ ეშმაკის არკანიც აქვე გვაქვს ტვირთები. ისევ სიკვდილის არკანი. აჰა. აი ჩარევით, მე გეუბნებით რა, რომ აქ ჩანდა ეს მომენტი და მოიკალი თავი. აბა კიდე. აქვე ყავს ქურუმი ქალიც. აქ არ არის არანაირი პირადი ცხოვრება, პირიქით ძალიან ცუდად ისჯება ის
ადამიანი, ვინც ამ ურთიერთობას ხელი შეუშალა. რა ვქნა, რასაც არკანები მაჩვენებს, მე იმას ვერ რაც ინფორმაცია მომდის, იმას მე ვერსად ვერ წავალ. ჩემო კარგო ადამიანებო, ძალიანაც რომ მინდოდეს. მადლობა მეორე ვარიანტსაც. მადლობა ტაროსაც და რა თქმა უნდა თქვენს კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ნდობისთვის. ნუ დაგავიწყდებათ რომ ეს გაშლები არის საჯარო, ნუ დაეყრდნობით ამ ინფორმაციებს. მაინც და მაინც განსაკუთრებულად თუ კონკრეტულად რამე გაინტერესებთ, ჯობიათ პირადად მიმართოთ თქვენთვის სასურველ ტაროლოგს. სხვა შემთხვევაში შესაძლოა ძალიან ბევრ ცდომილ სიტუაციაში თქვენ და უნებურად ჩაიგდოთ მეგობრებო თავი. და ისევ ნუ მე თქვენთვის იქნება ეს არასასურველი თორემ. კარგით. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. დაგემშვიდობებით, ვისაც სურვილი გაქვთ რაიმე კონკრეტული თემის დამიწერეთ, ხედავთ რომ არ გზარდებით და როცა დროს პოულობ აუცილებლად იმ ინფორმაციას გაწვდით. კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებები.